მოსამართლეს თუ გალანძღავ სიხლის სამართალია. ჩემი აზრით ეს ზანდროებითია, იმიტომ რომ ახლა რო გინება და აკლდება იმ მოსამართლებს, მაშინ როცა ქოცები არ იქნებიან ხელისუფლებაში, ჩემი აზრით მუშტი მოხდება ქუჩაში. ანუ ეს გამოიწვევს პრობლემას, რომ გვექნება მოსამართლებზე ძალადობის ყოფილ მოსამართლებზე. იმ დროს ეგენი არ იქნებიან არავინ მოსამართლეები, მაგრამ ძალადობის გაზრდილი შემთხვევები. ამის დრო მოვა, იმიტომ რომ როცა ადამიანი სიტყვის გამო ციხეში ჩასვა, მე შენ გაგინე რაღაცა და ციხეში გამიშვი, შანსე თან დაგროვილი ბოღმა, ანუ არ ვერც აგინებ. ანუ ვიღაცამ აუცილებლად აგინებს, ვიღაც ციხეში მოხდება, ვიღაც რაღაცა, მაგრამ მე ვეხვდები ეს აი ჩემი აზრით ეს არის მოსამართლების საწინააღმდეგო კანონი. მოსამართლეებს თუნდაც ამ მოსამართლეებს არ იცავენ ამით. იმიტომ რომ ის რაღაცა ორთქლის გამოშვების ამბავი ამ მოსამართლებსაც იცავდა რაღაცნაირად. და ჩემი აზრით ეს ამბავი რა ყველა ძალიან ცუდად შემოუტრიალდება. ამაზე უფრო აი მე რო მოსამართლე ყოფილიყავი, სულ რო ყველაფერი რაღაცა ის ყოფილიყო, აი ფიზიკურად ამ კანონით არ ვიმუშავებდი. ყველაზე საძულველ ადამიანებად აქციეს რაღაცა მუნდირ ჩაცმული, ხალათ ჩაცმული, მანტია ჩაცმული ხალხი, რომელიც საშიშია მიახლოება. ახლა ვაფშე მოსამართლეს გამარჯვებას ასწრებს, რომ პაური ამოგარტყანა. ქოცებმა სინამდვილეში ამ თამაშით გაზარდეს პატიმრობის ვადა. იდეაში აი ის რაღაცა ჩვენ კეთილები ვართ, კაი ციხე გვაქვს. ეს გაყიდეს იმითი, რომ გამკაცრეს საჯელი ყველაფერში პატიმრობის ვადა გაზარდეს.